ევროპის საუკეთესო სურსათის ექსპერტები ერთიანი ძალით ცდილობენ თაღლითების კვალზე გასვლას. ევრონიუსი თვალყურს ადევნებს მათ ძალისხმევას სპეციალურ გადაცემათა ციკლის სურსათის დეტექტივების მეშვეობით. დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ ექსპერტთა გუნდს, რომელიც ღვინის წარმომავლობას ადგენს. პორტუგალიაში დუეროს ველზე შემოდგომა დგას და წლევანდელი მოსავალი ნამდვილად გამორჩეულია. ამ ვენახებში ღვინის მიკვლევადობის სრული ჯაჭვის დადგენას ცდილობენ და კვლევა თითოეული ღვინის ქარხნის ნაწარმის შემოწმებით იწყება. სურსათის დეტექტივი ანტონიო გრასა გვიხსნის თუ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. ვენახები ყველა ერთნაირი არ არის, ისინი ერთმანეთისგან მცირედით მაინც განსხვავდება მიკროკლიმატისა და ნიადაგის თვალსაზრისით. ვაზიც კი არ არის ერთნაირი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ როგორ იზრდება თითოეული ვაზი. თითოეული ვაზის შემოწმება აქ ახალი მიდგომაა და ეს რომ შეძლონ ევროკავშირის უოტსონის პროექტის სურსათის დეტექტივებმა ორი აპარატი შექმნეს, ჭკვიანი სეკატორი და ციფრული ვედრო. ორივე ნივთს აქ ყოველდღიურად იყენებენ. ეს ხელსაწყოები მეღვინეებს საშუალებას აძლევს აღნუსხონ ზუსტად სად და როდის დაიკრიფა ყურძენი. ჩვენი მიზანია რომ რთველის დროს, როცა მე ვენახე ყურძენს კრებს, შეგვეძლოს მათი სეკატორის თითოეული მოძრაობის დადგენა და მისი დაკავშირება ვედროში ჩადებულ მოჭრილ მტევნებთან. თითოეულ ვედროზე დამონტაჟებულია ფირფიტა, რომელიც თანმიმდევრულად ზომავს თუ როგორ იზრდება ვედროს წონა კრეფის პროცესში. ეს ვედრო ჩართულია ეგრეთ წოდებული GPS სისტემაშიც, რაც საშუალებას გვაძლევს აღვნუსხოთ თუ კონკრეტულად სად მოჭრეს და ჩადეს ვედროში მტევანი. ასეთი სიზუსტის მიზეზი სავსებით ნათელია. უნდა გაირკვეს თუ რატომ ვიღებთ სხვადასხვა ხარისხის ყურძენს. ეს მართლაც გამოძიებას მოითხოვს, რადგან უნდა დავაკვირდეთ ყველა მახასიათებელს, რომლებსაც ბუნება გვთავაზობს. უნდა შეგვეძლოს განსაზღვროთ ისეთი ფაქტორების გავლენა, როგორებიცაა ნიადაგი, კლიმატი, მზის სხივები, წვიმა, ქარი, მზის გამოსხივება და რომელთა შედეგადაც ვაზი იძლევა ისეთ ნაყოფს, როგორიც გვსურს. როდესაც ამ ვენახებში ყურძენს დაკრეფენ და ტრაქტორებით გაიტანენ, მოსავალს მარნებში დაცლიან. ინფორმაციის მოგროვება აქაც გრძელდება. როგორც კი ყურძენს ცისტერნებში ჩაყრიან, მას სპეციალურ კოდს ანიჭებენ, რადგან ყველაფერი ვიცით ამ ცისტერნაში მოთავსებული თითოეული მტევნის შესახებ. ამ სქემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უზარმაზარი ინფორმაციის სწორად მართვაა. ამიტომ სურსათის დეტექტივები ცდას ატარებენ, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება იმის აღსანუსხად, თუ რომელი ვაზის მტევანი რომელ ბოთლში მოხვდა. მთელი ეს შეგროვებული ინფორმაცია იმისთვის გვინდა, რომ მიკვლევადობა ზუსტი იყოს. თუმცა ინფორმაცია სანდოდ და უსაფრთხოდ უნდა იყოს დაცული. სწორედ აქ ერთვება ბლოკჩეინი. ის გვთავაზობს ასეთ მექანიზმს. ბლოკჩეინის გარდა მეღვინეობაში ნელ-ნელა კიდევ ერთი ახალი ტექნოლოგია იკიდებს ფეხს. ეს ავტორობოტი კარგად იცნობს ამ ვაზებს, ახლა ცდებს ატარებენ, რომ ამ რობოტმა ვენახში ბალახი გათიბოს, ვაზი გასხლას და შეწამლოს. ამ რობოტს შეუძლია ციცაბო ფერდობზე გაშენებულ ვენახებში გადაადგილება, როგორც ხედავთ, თანაც უსაფრთხოდ. ისე რომ არც თავად წაიქცეს და არც ვენახს, ადამიანს ან რომელიმე ცხოველს ავნოს რამე. ვენახში მოსიარულე რობოტებს კიდევ უფრო მეტი მონაცემის შეგროვება შეუძლიათ იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება მცენარე. თუ გვეყოლება რობოტი, რომელიც ამ ვენახში დამოუკიდებლად და ხშირად ივლის ამ ვენახში მოწეული თითოეული მტევნის შესახებ, ყველაფერი გვეცოდინება. მაგალითად, ჰაერის როგორ ტემპერატურაზე მწიფდებოდა ყურძენი, რა ტენიანობის პირობებში ან როგორ უვლიდნენ და რა სასუქი გამოიყენეს. ამ ექსპერტთა გუნდის საბოლოო მიზანია ისეთი ღვინის ჩამოსხმა, რომ შესაძლებელი იყოს მისი წარმოების თითოეული საფეხურის მოკვლევა ბოთლიდან ვენახამდე, თუ რა ჯიშის ყურძენი დაიკრიფა რომელ დღეს და რომელ ფერდობზე. ღვინის მწარმოებლებს ასეთი სრულყოფილი მიკვლევადობა საშუალებას აძლევს, რომ უკეთ შეაფასონ თითოეული მოსავლის თავისებურება. ჩვენ უკვე შევაფასებთ ხარისხს, ნიადაგით, ვაზით, ადგილმდებარეობით შექმნილ იდენტობას და მიღებულ ხარისხსა და იდენტობას მივანიჭებთ თავად ღვინოს, რომელსაც მომხმარებელი მიირთმევს. Resules. Მომავალ გადაცემაში სურსათის დეტექტივები იტალიაში ზეითუნის ზეთის ფალსიფიკაციის საკითხს გააკვირვენ. მომავალ შეხვედრამდე.